მთავარი ამერიკული წიგნი. ეს არის რომანი მათ შორის კითხვაზე. თუ გახსოვთ 32 თავში, იქ არის ფანტასტიკური ადგილი, როცა ის ამბობს, რომ არც ერთი კლასიფიკაცია ვეშაპების მას არ აკმაყოფილებს. დაუჯერებელი უნარი საკუთარ თავში აღიქვა, გადახარშო ის, რაც იქნება მომავლის ტენდენცია. რაღაც საერთო გამოცდილებაც არსებობს სიკვდილთან ძალიან ახლოს მისვლის. იქ არის კაპიტანი, რომელსაც ხელი აქვს დაკარგული. მობი დიკმა მოაჭამა. ეს ვეშაპის ჩონჩხი არის ბალახით დაფარული, გამწვანებულია. ხო, ეს იყო ჩემი შემდეგი კითხვა, რატომ გადარჩა ისმაილი? ის ალბათ იყო, რაღაცა სუპერსტარი, ძალიან სექსუალური ადამიანი, სიებს უაკეთებ ყველაზე მიმზიდველი მამაკაცები და ასე შემდეგ. 25 წლამდეო მე არ ცხოვრობდიო. რას არის სიგიჟე, როგორ არ ცხოვრობდა? ეგონია გადარჩენა და ამ დროს ეს არის რაც ბოლოს გიყებს. ტირანიის დამყარების ბრწყინვალე მაგალითი, ხო? თან ტირანი ამავე დროს ბოლომდე ჯანმრთელი არ არის. ერთი ადამიანის ობსესია გავრცობილი მთელ სახელმწიფოზე ან ადგილზე რა. ჩვენ თეთრის ასე გვეშინია, იმიტომ რომ ის გვაჩვენებს, რომ სიამდვილეში არც არაფერი არ არის თავისთავად. ხომ ზღაპარიც ხო ეგრე იწყება. ლიტერატურა ხო არასდროს არ იძლევა პასუხებს. ეს დაზგა ქსოვისას იმხელა ხმაურს გამოსცემს, რომ ღმერთს აღარ ესმის აღარაფერი. დიახ, ჰერმან მელვილის მობი დიკზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით ჩვენს არხმის მინეზე, დღეს ხუთშაბათია და წიგნის დღე. სანამ წიგზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, გადააშიაროთ, ასე თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის პოპულარიზაციას, ასევე მადლობა მთის წყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე, ჩვენი სპონსორი, ჯანსაღი წყალი და საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის სლოგანიც არის, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს სამყაროს შეცვლის იდეა. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთის ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. დღეს კი ჩემი საყვარელი სტუმარია ძვირფასი გიგა ზედანია, პროფესორი, ფილოსოფოსი და მე ვფიქრობ, მისი ფანები მიხვდებიან გიგას საყვარელი ტექსტი რა იქნება და რაზე ისაუბრებს. დიახ, ჰერმან მელვილის მობი დიკზე ვისაუბრებთ. ძალიან მადლობა დაპატეჟებისთვის, ყოველთვის დიდი სიამოვნება შენთან საუბარი და მით უმეტეს მობი დიკს. გიგა, მე ყველაფერი მოსმენილი მაქვს, რაც მობი დიკზე გილაპარაკია და ილია-უნიში კურსიც გაქვს, მაგრამ ჩვენი მსმენელი კიდევ ახალი ხალხი ვინც შემოემატა, ვუთხრათ, რატომ არის ეს წიგნი მნიშვნელოვანი აი 21 საუკუნეში, ასეთი სქელტანიანი წიგნი, რატო შეიძლება რომ ადამიანმა წაიკითხოს. გარდა იმისა, რომ ცნობილი მომღერალ მობის დიდი ბაბუა და ამით შეიძლება ვიღაც დაინტერესდეს, კიდევ რა შეიძლება ითქვას ამ წიგნზე. რაც შეეხება სიდიდეს, ხო. ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ წიგნი ვერ გახდება ნაციონალური ლიტერატურის საფუძველი, თუ მას გარკვეული მოცულობა არ აქვს. მაგალითად, რუსთაველის ვეფხისტყაოსანი რო იყოს 50 სტროფი, ის შეიძლება ლიტერატურულად ნაკლები ხარისხის არ ყოფილიყო, მაგრამ ის ვერ გახდებოდა ჩვენი მთავარი ტექსტი, ხო? ის 1703-დეა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას აქვს ფოტოშორის სრულიად შინაგანი მიზეზები, ცნობიერება სჭირდება სივრცე რომ გაიშალოს. და ეს სივრცე წიგნმა უნდა მისცეს. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ყველა ესეთი საფუძველ მდებარე ტექსტი ასევე მოცულობით დიდია, ხო? ეს great books არის ასევე big books, ხო? ანუ რაღაცა ასეთ, რასაკვირველია, ცოტათი ვაჭარბებ, არსებობს ბრწყინვალე მცირე მოცულობის ტექსტებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში საფუძველი ყოველთვის ესეთი დიდი წიგნებია, ხო? ეხლა რასაც გადავხედე კი ასეა ნამდვილად. ფაუსტი იქნება ეს თუ დანტეს ღვთაებრივი კომედია იქნება ეს, შექსპირზეც რო ვამბობთ ხოლმე, შექსპირს ვიღებთ მთლიანობაში, ხო, როგორც რაღაცა ფოლიოს და არა როგორც ცალკეულ დრამებს. ეს არის მთავარი ამერიკული წიგნი. სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ მთავარი პროზაული ნაწარმოები ამერიკაში და მთავარი პოეტური ნაწარმოები
თითქმის ერთ პერიოდში გაჩნდა, ეს არის მეორე ასეთი არის, ასე ყურე ვოლტ ვიტმენის ბალახის ფოთლები ან ბალახის ფურცლები გააჩნია, როგორც წაიკითხავ და სულ რამდენიმე წელი აშორებს მათ ერთმანეთისაგან. ეს ორივე წიგნი არის იმ პროცესის შედეგი, რომელსაც უწოდებენ ხოლმე ამერიკულ რენესანსს. ეს ამერიკული რენესანსი იყო ძალიან სასაცილო რაღაცაა, იმიტომ რომ ამერიკაში მანამდე არაფერი არ არსებობდა რისი რენესანსის და აღორძინება ჩაგვეთვალა, ხო? ეს პერიოდი 1850-იანი წლებიდან მოყოლებული, 40-იანი 50-იანი წლებიდან მოყოლებული. ეს არის სინამდვილეში მაღალი კულტურის პირველი დაბადება ამერიკაში. ვიღაცები მანამდე არსებობენ, ასე ყურე ფენიმორ კუპერი წერს საინტერესო რომანებს, ლონგფელო წერს საინტერესო ლექსებს, მაგრამ ნამდვილი ამერიკული კულტურა, რომელზეც დგას შემდგომში მთელი ეს საუკუნე ნახევრის თუ უფრო ლამის 2 საუკუნის განვითარება, იბადება ამ პერიოდში. ეს არის ემერსონი, ეს არის ტორო, ეს არის ჰოტორნი, ეს არის მელვილი, ვიტმენი და ორს ცოტა არ იყოს ჩაგრავენ ხოლმე, ემილი დიკინსონს, რომელიც ბრწყინვალე ქალი პოეტი იყო ნამდვილად და ედგარ პოს, რომელიც ცოტათი გარეთ არის ამ მიმდინარეობის მთავარი არხისგან და ასევე არის ყველაზე პოპულარული ამერიკელი მწერალი ევროპაში და უზარმაზარი გავლენის მქონე, ხო? მათ შორის ჟანრების შემქმნელი, დეტექტიური ჟანრი მისი შემქმნელია და უზარმაზარი გავლენა მოახდინა შორის ასევე მელვილზეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცენტრალურად მაინც ის პირველი 5 ავტორი ითვლება ხოლმე, რომელიც ჩამოთვალე და ამათ შორის ყველაზე დიდი ერთმნიშვნელოვნად არის მელვილი. ოღონდ მელვილს ჰქონდა ძალიან უცნაური კარიერა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ის არანაირად არ იყო თითქოს დაბადებული ლიტერატურული შრომისათვის. მას ძალიან არ გაუმართლა, მისი მამა ადრე გაკოტრდა, მას მოუწია, ამიტომ განათლების შეწყვეტა, ფორმალური დასრულებული განათლება მას არც ჰქონია რეალურად და დაუჯერებელია, ამიტომ რამდენი მოახერხა ადამიანმა, რომელიც პრინციპში ავტოდიდაქტი იყო, ხო? ეს ოღონდ არამც და არამც არ უნდა გავიგოთ როგორც არგუმენტი იმათ ასე ვთქვათ, წისქვილზე, რომელიც ასხამს ხალხს, ვინც ამბობს, რომ უნივერსიტეტები საჭირო არ არის და განათლება ფორმალური საჭირო არ არის, იმიტომ რომ ხო, ვისაც უნდა თვითონ განათლება. ეს სრული სიგიჟე ხო, რომელიც ვთქვათ, რომ მელვილი გამონაკლისია. არც კანიბალებს გადაურჩებოდა სხვაზე რომ მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს განსაკუთრებით დღეს ძალიან პოპულარულია, ხოლმე სტივ ჯობსზე ამბობენ ხოლმე, ხო არ დაუმთავრებია სტივ ჯობს კოლეჯი. ყოველ ერთ სტივ ჯობსზე მოდის მილიარდი ჩვეულებრივი საშუალო ადამიანი, რომელსაც სჭირდება ფორმალური სტრუქტურები იმისათვის, რომ კულტურა და განათლება მიიღოს. იგივეა ზუსტად მელვილის შემთხვევაშიც, მელვილი იყო, აი თუ გენიოსი არსებობს, ასეთი იყო, ხო ის თავის ერთ წერილში ჰოტორნს წერს ზუსტად, რომ 25 წლამდეო მე არ ცხოვრობდიო. რას არის სიგიჟე, როგორ არ ცხოვრობდა, ხო? პირიქით. ეს იყო ადამიანი, რომელიც მთელი მსოფლიო მოიარა გემით და მათ შორის როგორც შენ უკვე ახსენე, კანიბალებთან ერთად ცხოვრობდა და ნახა ყველაზე ეგზოტიკური კუნძულები, რომლებიც კი საერთოდ არსებობდა იმ დროს და ასე. რაც ასევე არ არის ყოველი მეორე გამოცდილება. ნამდვილად, მაგრამ 25 წლისა ის იწყებს ამის გადამუშავებას ლიტერატურულად და აღწევს წარმოუდგენელ წარმატებას. მისი პირველი 2 წიგნი არის აი სუპერ პოპულარული წიგნები. რო შევადაროთ ამ 2 წიგნის გამოქვეყნების მერე, ახლა მაშინ არც ჰოლივუდი არსებობდა და არც ყვითელი პრესა და არც MTV, მაგრამ ის ალბათ იყო აი რაღაცა სუპერსტარი რა, ანუ აი იყო რაღაცა ასე ვთქვათ, მათ შორის ძალიან სექსუალური ადამიანი, იმიტომ რომ ეს სექსი იმაზე ხო, რაღაცა შოაკეთებენ ხოლმე, რა ქვია, სიებს შოაკეთებენ ყველაზე მიმზიდველი მამაკაცები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თან აღწერა თავის პირველ წიგნებში ეს ეგზოტიკური თავგადასავლები ამ აბორიგენებთან, რომლებისთან შიშვლები იყვნენ და ასე შემდეგ და მოკლედ დიდი ინტერესი გააღვიძა და გააღიზიანა შეიძლება ასე ითქვას. მოკლედ ყველაფერი აქვს ამ ადამიანს უკვე 26 წლის ასაკში, რომ წყნარად და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება, გააგრძელოს ბესტსელერების წერა და არაფერზე მაინც და მაინც არ იზრუნოს. ფინანსურათაც ამ დროს უკვე ნელ-ნელა ფინანსურად პირველი 2 წიგნი არის ძალიან მომგებიანი და უკვე მესამე წიგნი შეტყობა, რომ
ეს ამ გზით არ წავა. მესამე წიგნი არის უკვე რაღაცა მეტაფიზიკური ალეგორია, რომელიც ჩავფლავდება. მელვილი არ შეწუხდება ამით და მეოთხე და მეხუთე წიგნს ისევ სათავგადასავლოს წელს, ოღონდ უფრო რეალისტურს, უფრო მძიმეს და მობი დიკიც ჩაფიქრებულია როგორც სათავგადასავლო წიგნი. ის არის სულ 30 წლის. ეს დაუჯერებელი ამბავი. 30 წლის ასაკში ეს არის ადამიანი, რომელიც იგრძნობს, რომ ამერიკაში უნდა გაჩნდეს ახალი შექსპირი. შექსპირს კითხულობს თავიდან და უზარმაზარი გავლენის ქვეშ არის და ტექსტ მობი დიკის ეთყობა რომ შექსპირის გავლენის ქვეშ არის, მაგრამ უბრალოდ გავლენა კი არის მომენტებში ის აღწევს ამაღლებულობის და ინტენსივობის ხარისხს, რომელიც პრინციპში სრულიად შეესაბამება და ტოლს არ უდებს შეიძლება ითქვას შექსპირს, ხო? და ის ფიქრობს, რომ ეროვნული ენერგია, რომელიც იმ დროს ამერიკაში იბადება, იმსახურებს იმას, რომ ამერიკა აღარ იყოს პროვინცია ცივილიზაციის სივრცეში, არამედ რაღაცა ახალი შექმნას. ის ფიქრობს, რომ ჰოტორნი იქნება ასეთი შექსპირი, რასაკვირველია პარადოქსი ის არის თვითონ აღმოჩნდა. მაგრამ მართლა დაუჯერებელია, როგორი ინტენსივობით ახერხებს ის ერთი მხრივ ათვისებას, ყველაფერი იმისა, რაც მას ჭირდება, იმისათვის, რომ გაიაზროს მეტაფიზიკა იქნება ეს თუ ცოდნის პრობლემები თუ საზოგადოების და პოლიტიკის პრობლემები იმდროინდელი და მეორე მხრივ ეს გარდაქმნას ლიტერატურად, რომელიც არ არის მხოლოდ და მხოლოდ იდეების ლიტერატურა. აქ მე უნდა ვთქვა, სხვადასხვა ეს ცოტა ახლა ეს ხო პოდკასტია. და შესაბამისად პოდკასტი შეიძლება იყოს ცოტა ქაოტური და მთელი იდეა მაინც უფრო ავთენტურობაზეა, ხო, ვიდრე აკადემიურობაზე. ამიტომ მე მოდი ავტობიოგრაფიულ რაღაცას მომენტს შემოვიტან. მეც კითხავ მე რადგან პოდკასტი ერთ კი ბატონო. მოკლედ მობი დიკის სადმე ინტერესი მე გამიშა ძალიან უცნაურად დროს რუსეთ-საქართველოს ომის მერე. და გამიჩნდა რა, ანუ გამახსენდა ეს წიგნი, იმიტომ რომ ვიყავი გაღიზიანებული. და გაღიზიანებული ვიყავი იმ ხალხით, რომელიც აქეთ კი დარბოდა და სუყვირო და აი, კი რუსეთი იმპერია, მაგრამ დოსტოევსკის რა უყოთ რა და ვერე თუ ქონდა გადალახული ეს დილემა. და რომ დაუფიქრდი, ხო, აი დოსტოევსკის რა უნდა უყოთ, ასაკურველია ხო დოსტოევსკი არის უნიკალური მწერალი, ხო? ეს არის მწერალი, რომელმაც მოახერხა და რომანი გახადა იდეების ნაწარმოებად. ეს არის უნიკალური. ამიტომაც მაგალითად ვერ იტყვი შენ, რომ ფლობერი არანაკლები მწერალია ვიდრე დოსტოევსკი. რაღაცა ასეთ ფლობერი უკეთესი მწერალია ვიდრე დოსტოევსკი, მაგრამ ფლობერთან ვერ მონახავ იდეების იმ დრამატიზაციას, რომელიც ადამიანებს ასე მოწონთ და ასე იზიდავთ რუს მწერალში, ხო? და რუსის იდენტობის ნაწილი რო გახდათ. კი ბატონო. და სხვათა შორის, ხო, ეს მარტო საქართველოში არ არის ასე, მოდი ვთქვათ, რომ ძალიან გავრცელებული ამბავია. ცოტა ხნის წინ ამერიკელებსაც უყვართ დოსტოევსკი. ვინმე გაუგიეთ დოსტოევსკი არის და უყვართ. მთელი იდეაც ხო ეგ არის და სადაც ხოლმე ხო ადამიანების გახშად გამიგია ამაჩოს ევროპელების გარო აი რუსული უნდა ისწავლო რომ დოსტოევსკი ორიგინალში წაიკითხო, მაგრამ ზუსტად დოსტოევსკია რომლის წასაკითხად ორიგინალი არ გჭირდება. იმიტომ რომ მისი წიგნები სინამდვილეში იდეებისგან არის აგებული და ამიტომ იკითხება ასე ადვილად ქართულადაც, ინგლისურადაც, ჩინურადაც. მე მესმის რომ ვიღაცას ახლა ხლებნიკოვის საკითხი ხოვნოდეს ორიგინალში, ხო? მაგრამ დოსტოევსკი სრულიად არაფერს, ანუ ყო ძალიან ცოტას კარგავს თარგმანში. მაგალითად ჩვენ ლიტერატურას ასე არ გაუმართლა, ხო, პირდაპირ ვთქვათ, რუსთაველი ალბათ 70% თარგმანს კარგავს თარგმანში, ვაჟა ალბათ 80 და გალაქტიონი 90, ხო? მაგრამ დოსტოევსკის გაუმართლა სწორედ იმიტომ, რომ მისი რომანი სხვადასხვა აგებულია. ეს არის შენი აზრით, რომელიმე ქართველი მწერალი, რომელიც არ დაკარგავდა, რო გადათარგმნა? აბსოლუტური დიდებიდან ალბათ ნიკოლოზ ბარათაშვილი. და ამიტომაც პასტერნაკის თარგმანი მართლა ესე თქვა, ამის კონგენიალურია, ხო? პასტერნაკი არის ბარათაშვილი არის ერთადერთი, რომლის გადმოტანაც ყოველ შემთხვევაში ევროპულ ენებზე შეიძლება ადეკვატურად ისე რომ იმ ენის წარმომადგენელმა დააფასოს გენიალობა. ყველა დანარჩენის შემთხვევაში ძალიან ბევრი იკარგება ჩემი აზრით. მაგრამ როცა ვფიქრობდი ამაზე, აი წარმოვიდგინოთ მწერალი, რომელიც ასეთივე იდეების მწერალი იქნებოდა, ოღონდ დოსტოევსკი არ იქნებოდა, ვინ არის თქვა ასეთი, ხო? და ზუსტად მაშინ მომივიდა ეს იდეა, რომ მელვილი იქნებოდა
ნამდვილი ღირსეული მე არ ვიცი ახლა კონკურენტი მეთქი ვიზავი. თქვა. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანები თანამედროვეები არიან თან, ხო? მელვილია დაბადებული 1819 წელს, დოსტოევსკია დაბადებული 1821 წელს. თითქმის ერთდროულად იწყებენ ლიტერატურულ კარიერას, მაგრამ აი ეგ არის ხო მელვილის რაღაცა ვუნდერკინდობას ვერ დავარქმევ, მაგრამ მელვილი უფრო ადრე გამოკვეთს იმ მთავარ იდეებს და ეპოქის დიაგნოზს, რომელისთვისაც დოსტოევსკის 15-20 წელი მაინც დაჭერდა. ხო და ხომ არ არის ეს კიდევ აი რამაც პარალელი გაგავლევინა, რომ რაღაც საერთო გამოცდილებაც არსებობს სიკვდილთან ძალიან ახლოს მისვლის. როგორც დოსტოევსკის სიკვდილი დასჯის მისჯის პერიოდში და მელვილს აი ამ აბსოლუტურ გაუგებრობაში მოხვედრის დროს. რაღაცნაირად არის გამოცდილება, რომელსაც ძალიან უნდა მივახლოვდე, რომ გადაიაზრო ყველაფერი. ნუ გენიოსობის გარდა ალბათ შეიძლება. კი, ნამდვილად, ასევე ალბათ კულტურულადაც რომ მაშინ ამერიკა და რუსეთი მაინც პერიფერიებია იმ ერთიანი ცივილიზაციის, ოღონდ ცდილობენ უკვე რომ ამ პერიფერიული როლიდან გამოვიდნენ. ფრანგულ ლიტერატურას. რასაკვირველია და ნუ უბრალოდ დოსტოევსკის ფრანგული ლიტერატურა, მელვილისთვის ეს ინგლისური ლიტერატურა ბუნებრივად ეს ასაკურველია უზარმაზარი რესურსია ნებისმიერი ამერიკელი მწერლის რომ მას შეუძლეს ინგლისურენოვანი ტრადიცია უბრალოდ თავისად აქციოს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხო ეგ ნამდვილად არის და პლუს ამას კიდევ რაღაცნაირი ესეთი ეპოქალური ხედვაც აქვს იმიტომ რომ ორივე მათგანი აფიქსირებს ნიჰილიზმის ეპოქის დადგომას აფიქსირებს ჯანყს ღმერთის წინააღმდეგ, ოღონდ ისე ვიმეორებ, მელვილთან ეს 20-30 წლად რეხდება ვიდრე დოსტოევსკისთან და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი აფიქსირებს არარედუცირებად პლურალობას, ახლა ნორმალურ ქართულზე ვიტყვი. შეუძლებლობას იმისა, რომ ერთი პერსპექტივიდან დაინახო რეალობა. Doro ეს დოსტოევსკიდან სხვა ეკითხება ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგურობა, ხო? დოსტოევსკი აჩვენებს სხვადასხვა პერსპექტივებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ერთ იდეოლოგიაში არ მოიხსნება, არ შეჯამდება, ხო? სულ მუდმივად რჩება ეს პლურალობა, ეს დავა სხვადასხვა ხმებისა დოსტოევსკის რომანის შიგნით. და როგორც ტრაგედიის საფუძველი ეს ბევრი ხმის. სინამდვილეში მელვილსაც ეს აქვს აღწერილი და რაღაცა აზრით შეიძლება უფრო შთამბეჭდავათაც კი ვიდრე დოსტოევსკი. ყოფილი არანაკლებად მოდი ასე ვთქვა და ამიტომ რაღაცნაირად ესეთი ფსიქოლოგიურად მელვილი რო მოვნახე და გავიხსენე, იმიტომ რომ ასაკურველია ეს იყო ჩემი ბავშვობის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, ოღონდ ბავშვობაში კითხულობდი და არ მესმოდა, ხო? ვეშაპებიც არ დაგაინტერესა. მე მახსოვს რომ აი ვეშაპების მიმართ ინტერესი აი პირველი უაზრო წაკითხვის დროს ეხა სხვა რა შეიძლება პატარა ბავშვს თქვათ დარჩეს ასეთი დიდი წიგნა ეხა ბიბლიურ ალუზიებს მე ვერ გავიგებდი და ფილოსოფიას. ამიტომ ვეშაპები ისე აღწერილი აქვს რომ კაი ხანი მეგონა რომ ყველაფერი ზუსტად ეგრეა როგორც იქ წერია. შემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ეპიგრაფებმა და ციტატებმა მახსოვს. ეს იყო ძალიან დიდი შთაბეჭდილება, თუმცა იყო განცდა რომ ჩემი წიგნი არ არის. და გასაგები რატომაც ხო მელვილმა სრულიად ცნობიერად გადადგა ეს ნაბიჯი. ანუ მელვილმა იცოდა რომ როცა წერდა ამ წიგნს ის თავის ლიტერატურულ კარიერას წირავდა მსხვერპლად. წიგშიც ჩანს პრინციპში დროდადრო ეს და კიდევაც მოხდა მერე გახდა პოპულარული სხვა კი ნამდვილად ეგრეა რახან დოსტოევსკის შევადარეთ დოსტოევსკის მან ძალიან გაუმართლა იმ ამბავში რომ ის იმ წამსვე გახდა ევროპული კულტურის ნაწილი, ხო? მე მგონი დოსტოევსკი ჯერ კიდევ ცოცხალია, როცა ნიჩე მაგის ფრანგულ თარგმანებს უკვე კითხულობს. ხო, გავლენა მოახდინა მოდერნიზმის ჩამოყალიბებას. კი, ინდონეზე რომ ვალებიც კი გაასტუმრებინა საკუთარმა წერამ. და რაც შეეხება მელვილს, მელვილი აღმოაჩინა უკვე ჩამოყალიბება მოდერნიზმმა. ანუ ეს მოდერნიზმი რო ჩამოყალიბდა 1920-იან წლებში ამ წერლებმა ბრიტანელებმა და ამერიკელმა მიმოიხედეს და უცებ თქვენს რომ კაცო, ეს კაცი რო არსებობდა აქ და ზუსტად ჩვენაირი რო იყო. მე მგონი ჰემინგუეი ამბობს სადღაც რომ პარიზში რო დავდიოდითო ერთმანეთის გვესმოდაო, ანუ თუ ხვდებით განდობილები ვიყავით თუ არა თუ მობილიზე ჩამოვარდებოდა საუბარიო, ხო? იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდე მასობრივი მკითხველისთვის ეს არ არის მთავარი წიგნი.
მაგრამ ჩამოყალიბებული მოდერნიზმი ხვდება, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი რაღაცა, როგორც ქართულად ნიშანსვეტი, ხო? აი ამ რომანის განვითარებაში და ისინი ხვდებიან, რომ სინამდვილეში ნამდვილი წინამორბედი ეგ არის, ხო? მე მგონი ფოლკნერს აქ სადაც ნათქვამი მე რომ აი რომელ რომანს დაწერდიო, რომელ რომანის ავტორი იქნებოდი სიამოვნებით და მობი დიკისო, ხო? კამიუს აქ ნათქვამი რომ აი მობი დიკი იგივე საკეთებს, რაც კაფკა ოღონდ მზით და ნათლი და ამიტომ მელვილი ურჩევნია კაფკას, ხო? ანუ ეს არის მოდერნისტების შენია? მელვილი კაფკას. ცირა არის პრობლემა. მე აქ ცალსახად ვიტყვი რომ არა, მაგრამ შენი აზრი. რაღაცა აზრით ორივე ძალიან გავს ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე მნიშვნელოვანწილად ლიტერატურის წმინდანები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ლიტერატურას შესწირეს ყველაფერი. და შემთხვევითი არ არის რომ მაგალითად აი გვიანდელი, ცოტა უფრო გვიანდელი მისი მოთხრობა ბარტლბი გადამწერი, ხო გადამწერი ბარტლბი, რომელიც არის აბსოლუტური შედევრი, ძალიან ახლოა კაფკას ესთეტიკასთან. ეს არის მოთხრობა, რომელიც მან მას შემდეგ დაწერა, რაც მობი დიკმა არ გაამართლა. შემდეგ კიდევ ერთ რომანს წერს პიერი და ის საერთოდ სკანდალია, იმიტომ რომ არის ინცესტის თემაზე და პლუს ამას კიდე იქ არის სატირულად გამოყვანილი მთელი ნიუ-იორკული ლიტერატურული საზოგადოება და ამის მერე ის წერს ამ ბარტლბის, სადაც აღწერს ადამიანს, რომელიც გადამწერი უნდა იყოს და უბრალოდ უნდა მუშაობს, რომ მისი სამსახურია, რომ აძლევენ ფურცლებს უნდა გადაწეროს. და უცებ ამბობს, რომ მე არ გადავწერ ამას. და ხალხი არავინ ბოროტიკი არ არის არავინ, ანუ უნდა თუ დაეხმარონ, მაგრამ არ წერს და არ მუშაობს. ბოლოს გააგდებენ, ბოლოს რაღაც ჩასვამენ იქ მევალეების ციხეში და ჭამას შეწყვეტს და ესე მოკვდება. დაუჯერებლად ბრწყინვალე და რაღაცნაირი პათოსური ტექსტია, ძალიან ახლოა სხვათა შორის აი კაფკას შიმშილის ხელოვანთან, ხო, ოღონდ რამდენიმე აწეული უფრო ადრე და ამიტომაც ძალიან ახლოს არიან რაღაც აზრით ამით. სხვათა შორის ეგ არის მობი დიკი და შოთ მელვილი არის აი ამ თანამედროვე მოდერნიზმის და შეიძლება პოსტმოდერნიზმის რაღაც აი ფარული წყაროც კი. მე მახსოვს შოკი როდის დამემართა, იცი? უკვე დავიწყე კვლევა და მაინტერესებდა რა წიგნებს კითხულობდა მელვილი მობი დიკის წერისას და სია, უამრავი გამოკვლევა არსებობს, მაგრამ წიგნების სტატიები და სიას რო შევხედე, განცდა მქონდა რომ დეჟავიუ, იმიტომ რომ ეს იყო სია ბორხესის საყვარელი ავტორების. და ამიტომაც ბორხეს ძალიან უყვარს მელვილი. მიუხედავად იმისა, რომ ბორხესი ხო ვერიტას დიდ რომანებს და დიდ მოცულობის და მით უმეტეს ეს რუსების ფსიქოლოგიურ რომანებს ვერიტანს და სულ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ესე იგიო, რაც რუსებმა აჩვენოს თავის ფსიქოლოგიურ რომანებში, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდოს, შეიძლება ადამიანები დახოცო იმის გამო, რომ კაცს მოყვარე ხარო, ხო? ანუ მისთვის ეს არადამაჯერებელი იყო. მაგრამ მელვილი უყვარს მიუხედავად იმისა, რომ მელვილის დიდი მოცულობის რომანია, ხო? და ძალიან აფასებს სწორედ აი ამ შინაგანი ნათესაობის გამო. მელვილი არის ამ გენიოსი, რომ ამბობ ძალიან ესე გამოჟღერს ტრივიალურად რასაკვირველია, მაგრამ ეს არის დაუჯერებელი უნარი საკუთარ თავში აღიქვა, გადახარშო და ზუსტად მონიშნო ის, რაც იქნება მომავლის ტენდენციები. დაუჯერებელია. ანუ პრინციპში გავლენა კი არ მოახდინო, ჩვენ დოსტოევსკის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გავლენა მოახდინა მოდერნიზმში. ცოტათი მოახდინა ის მომავალი, რომელიც დადგა. მელვილმა არა, მომავალი დადგა, შემოტრიალდა და აღმოაჩინა, რომ თურმე ეს კაცი არსებობს. ეს დაუჯერებელი ისტორია, უბრალოდ დაუჯერებელი. და ამ დროს როგორი როცა გარდაიცვალა, წერლათაც არ გამოუცხადებიათ ხო რაღაც ისე. მობი დიკი და ძალიან დაიჩაგრა და ნამდვილად ამაშიც გავს კაფკას რო არ ყოლოდა თავის მაქს ბროდი კიდე ვინ იცის ვერც გავიგებ და აქაც იმარჯვა მერე მომავალმა რომელმაც მელვილი გამოიტანა დღისინად. ნამდვილად ასეა, პლუს ამას მას მოუხდა საბაჟო სამსახურში კლერკად მუშაობა ძალიან ესეთი უინტერესო და დამთრგუნველი სამსახური ჰქონდა და ზოგადად მძიმე ადამიანი იყო. ახლა
პირად ურთიერთობაში როგორც ჩანს. აი ეს მინდოდა მეკითხა ნათანიელ ჰოთორნთან მისი ურთიერთობა როგორც არის გავრცელებული ხშირ მეტი კვლევა გაქვს ამაზე ჩატრებული რომ ის იმდენად არ ემეგობრებოდა როგორც ესეც რაღაც მესევდიანა კი ნამდვილად ეგრე იყო ეს უბრალოდ უმცროსი იყო ნათანიელ ჰოთორნი უფროსი იყო უფრო მაგრამ ეს ენთუზიაზმი ხო რომელიც ჰქონდა მელვილს და ეს ენთუზიაზმი იგრძნობა განსაკუთრებით მის ამ მობიდიკშიც ხო სინამდვილეში ინტენსიობა, დაუჯერებელი ინტენსიობა არის პირველი მახასიათებელი ამ რომანის და დაუჯერებელი სიმდიდრე. იცი როგორი რომანია, რომ შეუძლებელია მართლა ცნობიერებაში თავიდან ბოლომდე დაიტიო. ჩვეულებრივ ნებისმიერმა სპეციალისტმა ამ წიგნის იცის რომ მას აქვს მთავარი თავები. ხო მაგალითად 42 თავი არის ვეშაპის თეთრეს და ყველა მიცის რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავი. ან და 32 თავი არის ცეტოლოგიას და ყველა მიცის რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თავი. მე 95 თავი მიყვარს შადრევანის მნიშვნელოვანი თავია კი ბატონო. მაგრამ სინამდვილეში ორი მომენტია. პირველი, რაც არ უნდა ბევრჯერ წაიკითხო ეს კლასიკური თავებიც კი ვერ იტევ მეტაფორიკის ნორმალურ სიმდიდრეს. რატო ვერ იტევ? იმიტომ რომ ერთი აბზაცის განმავლობაში მელვილმა შეიძლება დაახვაოს 5 ან 6 მეტაფორა, რომელიც სრულად ცვლის პასაჟის მნიშვნელობას, ხო? აი მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანთ, სულ არის მარტივი მაგალითი. ასეთი თავი აქვს, როგორ არის ერთ-ერთ კუნძულზე ვეშაპის ჩონჩხი. ეს ვეშაპის ჩონჩხი არის ბალახით დაფარული, გამწვანებულია, სუროთი, ხვიათი და ასე შემდეგ. და მელვილი ამას აღწერს როგორც დაზგას. ეს არის დაზგა, რომელზეც ქსოველი ღმერთი ქსოვს სამყაროს. ოკეი, მეტაფორა გასაგებია, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მეტაფორა მელვილმა იყო კარლაილისგან, რომელსაც დღეს არ კითხულობს, მაგრამ კარლაილმა იყო გოეთესგან, და გოეთემ ალბათ აიღო ადრეული ქრისტიანებისგან და გნოსტიკოსებისგან. ოკეი. ეხლა შემოაქვს ოღონდ ცვლილება. ეს დაზგა ქსოვისას იმხელა ხმაურს გამოსცემს, რომ ღმერთს აღარ ესმის აღარაფერი. ღმერთს აყრუებს ეს ხმაური. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მელვილი ფიქრობს, როგორ არის მოწყობილი სამყარო და როგორია ღმერთი, რომელსაც ცალკეული ადამიანის ტკივილის აღარ ესმის. აქაბთან მივედით, ხო? აქაბი, რომელიც დასახით ჭრდა და რომელიც ცდილობს, რომ მონახოს სამყაროს საფუძველი და შესაბამისად ის გამწარებული ამ ტკივილისგან ცდილობს, რომ აუჯანყოს და დაამხოს ეს ღმერთიც, სწორედ იმიტომ, რომ იმის გავლით, რომ მოკლავს ვეშაპს. ეს არის თქოს მეორე მეტაფორა, ხო? ხმაური. შემდეგ არის ასევე გაგრძელება იმისა, რომ არავისაც არ ესმის ეს ხმები. ანუ მარტო ღმერთს კი არ ესმის ჩვენც არაფერი არ გვესმის. ისეთი ხმაურია, ისეთი მრავალფეროვნებაა, ხო? ისეთი სიმრავლეა. ოკეი, თითქოს ეს ყველაფერი გასაგებია, რომ ჩვენც არ გვესმის და სიმრავლეა და შეუძლებელია ეს ყაყანი დავიყვანოთ ერთ ხმაზე. და ეს გამახსოვდება. მაგრამ მე რაღაც პერიოდში თავიდან რომ გადავიკითხე, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს გრძელდება და ძალიან უცნაური რაღაცით გრძელდება, რომ ამბობს, რომ ეს თითქოს ფაბრიკაა, რომელშიც ადამიანს შიგნით კი არაფერი არ ესმის, მაგრამ ფაბრიკის გარეთ თუ გავა, ყველაფერს გაიგონებს და ბევრი ბოროტმოქმედი ამას ვერ ითვალისწინებს. თუ გიფიქრობ, რომ ეს დანარჩენი გავიგე და ეს ხმა და გასვლა და ბოროტმოქმედი რა შუაშია. და ძალიან ბევრი ფიქრის მერე, ყოველ შემთხვევაში მე სხვადასხვამდე ვერ მივედი, გარდა იმისა, რომ მე ფიქრა, რომ რაც აქ იგულისხმება, არის სინამდვილეში უნარი, რომ ზუსტად კითხვისას შენი ეს შეზღუდულობა გადალახო და ის სიმრავლე და ყაყანი და აურზაური, რაც სამყაროში არსებობს, მაინც მოახერხო და აღიქვა გარედან და გაიგონო. ხო? ანუ ეს არის არა უბრალოდ სამყაროს მეტაფიზიკა, არამედ კითხვის მეტაფიზიკაც. და ეს არ არის ჩემი გადაჭარბება, იმიტომ რომ თუ გახსოვთ 32 თავში, იქ არის ფანტასტიკური ადგილი, როცა ის ამბობს, რომ არც ერთი კლასიფიკაცია ვეშაპების მას არ აკმაყოფილებს. და იწყებს კლასიფიკაცია, როგორც
ციგნების ზომის მიხედვით, ხო? რაც რასაკვირველია სარკასტული დამოკიდებულება მეცნიერებასთან, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ეს არის იმისი აღიარება, რომ მელვილისათვის სამყაროს შემეცნება სტრუქტურირებულია ციგნების გავლით. ხო? ეს არის რომანი მათ შორის კითხვაზე. და ეს არის რომანი კითხვის ალეგორიაზეც, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი ისევე უნდა იყოს მყვინთავი ამ რომანში, ისევე უნდა ჩაყვინთოს, როგორც მაგალითად ვეშაპი ჩაყვინთავს ხოლმე, ხო? ანუ სინამდვილეში ეს მეტაფიზიკა თუ ის ცოდნის თეორია თუ ცოდნის კონცეფცია, რომელიც გადმოცემული აქვს და გვიდე ვილაპარაკებ ამაზე ამ რომანში, პარალელურად კიდე არის გამდიდრებული თუ დამატებული ამას ამ კითხვის მეტაფიზიკით. მელვილი არის ყველა მკითხველის, ну, რა ვიცი, მცველი ანგელოზე შეიძლება ასე ითქვას. თან რაღაცნაირ დისკომფორტის ზონაში შედიხარ, იმიტომ რომ თუ ემპათი მკითხველი ხარ, შენც ხარ იმ უსასრულო წყალში. მთელი 1000 რაღაც გვერდი, ხო? სულ ხარ აი იქ, სადაც ეს საფრთხეა, ყვინთვა, რაღაც პრობლემები სულ და სამყაროს შემეცნების ეს გზა, ანუ მიწაზე გინდა, იქ წიგნშიც ხო გინდა, რომ ცოტა მყარად იყო და ეს წყალი გარშემო და ეს სამყაროს ეს მოდელი ძალიან რთული. სრულიად გეთანხმები, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მთელი იდეა ამ რომანის არის ზუსტად ეგ, რომ ხმელეთიდან მიდიხარ და ტოვებ ყველაფერ მყარს, რაც საფუძველს და სინამდვილეში გადიხარ ყველაზე სარისკო სტიქიაში, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. აბსოლუტურად მართალია ეგ და მათ შორის კითხვის პროცესიც რასაკვირველია ასეთია, კითხვას შეიძლება კონდეს უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობაც კი. რასაკვირველია, ვიღაცამ შეიძლება ამაზე თქვას, რომ წინა ეპოქებში ადამიანების უმრავლესობა არ კითხულობდა, მაგრამ წინა ეპოქებში ადამიანის უმრავლესობის არც აზრს და არც ქმედებას დიდი გავლენა არც ჰქონდა, მაგრამ დემოკრატიულ ეპოქაში თითოეული ადამიანის წონა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ისინი დავტოვოთ კითხვის გარეშე. მე მოგიყვანთ აი რა ვიცი, მაგალითი რო წარმოვიდგინოთ, დაუშვათ ესეთი სიტუაცია, ხო, რომ მე დღეს დილით გადავწყვიტე რაღაცა გამეგო ფლობერის რომელიღაცა რომას სენტიმენტალურ აღასვლაზე. დღეს დილით წავიკითხე ვიკიპედიის ინფორმაცია მის შესახებ, წავიკითხე სიუჟეტი, ChatGPT-ს ვკითხე, კი ბატონო, წავიკითხე, ნახე ასევე რას ამბობდნენ სხვადასხვა მწერლები მის თაობაზე და მოვედი აქ მომზადებული, ხო? სიუჟეტი მახსოვს, ვიცი რა გავლენა მოახდინა ამ რომანმა, დამთავრდა. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ შენ ეს გაქვს წაკითხული ბავშვობისა და მოზარდობის რაღაცა გარდამტეხ პერიოდში. ბევრი არაფერი არ გახსოვს, გარდა ბუნდოვანი შეგრძნებებისა. მოდი ვკითხოთ ახლა დაუინტერესებელ ადამიანს. ვის აქვს სინამდვილეში უკეთესი ცოდნა ამ წიგნის? მე, რომელმაც ინფორმაცია ვიცი ამ წიგნის თაობაზე, თუ შენ, რომელსაც პრინციპში არაფერი ბევრი არ გახსოვს, მაგრამ ნამდვილად გაიარე ეს წიგნი თავიდან ბოლომდე, ხო? გამოცდილება, ის ნახევრად ჩამოყალიბებული აზრები, რომლებიც ჰქონდა და პლუს ამას ვირტუალურად, პოტენციურად შენ თუ ამ წიგნს დაუბრუნდები, 10 ჯერ უფრო დიდ სიღრმეს იგრძნობ, იმიტომ რომ გარდა კითხვისა ასევე შენს ბავშვობას გაიხსენებ, ხო? და გარდა ამისა, თვითონ კითხვის პროცესი ახდენს კოგნიტურ ფორმირებას და არა მერე რაღაც ინფორმაციის მოძიება. ეს ბიოლოგიურადაც კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. სრულიად მართალი ხარ და მეტიც სინამდვილეში ეს ინფორმაცია, რომელიც მე შევიძინე ვიკიპედიის წაკითხვით ფლობერის რომანის შესახებ, არის სრულიად არამყარი. მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი წიგნების ბევრი ინტენსიური კითხვა იძლევა საშუალებას, რომ რაღაცა სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, რომ შემდეგ სხვა ინფორმაცია შეუშვა იმ თავში. სხვადასხვა ზუსტ ფლობერს აქ ნათქვამი ერთ-ერთ თავის წერილში, რომ რამდენად უფრო მცოდნეები ვიქნებოდითო, სულ 5 ან 6 წიგნი რომ ვიცოდეთ კარგად.
რომ ვიცნობდეთ კარგად 5-6 წიგნს და ხო, ოღონდ ჩვენ რო პოდკასტი გქონდა ამაზე, ბოდიში გაგაწყვეტინე ამ 5-6 წიგნის ფრაზაზე. ცოტა ესე შევხედეთ, რომ 5-6-ით საკმარისია, მეტი არ არის საჭირო 5-6 წიგნის კარგად ცოდნა. ხო, მაგრამ საქმე ეგ არის, რომ ფლობერი წერს ამას, რომელმაც იმისათვის რომ სალამბო დაეწერა, წაიკითხა 200 წიგნი. კი, და მაგრამ ის 5-6 წიგნი, არა, ის 5-6 წიგნი არის საფუძველი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განათლების პროცესში კითხვა იყოს ჩართული როგორც აი მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება. მე მახსოვს რომ 90-იან წლებში მაგალითად თსო-ში ვსწავლობდი ფილოსოფიას, ბაკალავრეთის დამთავრების მერე მივხვდი, რომ არ წამეკითხა, ისე შემეძლო დამეხურა ეს მთელი პროგრამა, რომ არც ერთი წიგნი არ წამეკითხა, მხოლოდ კონსპექტებით და მხოლოდ აი სახელმძღვანელოებით. ეს იყო დაუჯერებელი დანგრევა განათლების პროცესის, ხო? კი, და მე იმდენი წიგნი მქონდა გამოცდისთვის სასაკითხი, რომ ჩემ თავს რო დაუსვი კითხვა, ის როგორ უნდა 150 მწერალი SCM-ში, როგორ უნდა წაიკითხო ისე, რასაც კითხვა ქვია, ხო? მერე მითხრეს, რომ არ არის აუცილებელი, რომ ყველა წაიკითხო, შოქში ვიყავი. მაშინ რატო გაქვს 150 მწერალი სიაში? ეს 150 წერალი შეიძლება ოდესმე წაიკითხო, მას შემდეგ რაც 5-6 მართლა კარგად იცი და მან მოგცა პერსპექტივა, სტრუქტურა, რომლის გავლითაც შეიძლება დანარჩენები წაიკითხო. ხო, 150-ს მაინც რა ფიზიკური დრო ჭირდება. რასაკურველია, ერთ სემესტრში ამას ვერ დღე მაინც. ერთ სემესტრში ამას ვერ მოახერხებ, ნამდვილად ეგრეა. ამიტომაც ხო ახლა რომ დავიწყეთ ჩვენ პირველად რომ გქონდა ეს განცდა, რომ შეგვეძლო შეგვედგინა ჩვენი პროგრამა, ხო? პირველად ვთქვით, რომ ყოველი პირველ კურსელი რომელიც შემოვა, დაიწყებს კლასიკური ტექსტების კითხვით და პლატონიც დაიწყებს და რაღაცა დაამთავრებს, ეგ არ ვიცი, ჭავჭავაძით ან კიდე ლევი-სტროსით, ხო? ოღონდ ორიგინალებით. შეიძლება ამ ორიგინალში ბევრი ვერ გაიგოს, უпростоრად გარანტირებულია, რომ ალბათ 80%-ს ვერ გაიგებს, მაგრამ უკვე შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ის შედგა, ის შემდეგ შეიძლება გამეორდეს, ხო? ამის გარეშე ადამიანი იქცევა მართლაც აი ამ ტოტალური სწრაფი ტრანსფორმაციის ტყვეთ და შემდეგ უკვე მათ შორის პოლიტიკურს რო ვლაპარაკობდი პოლიტიკურ განზომილებაზე ისე იბნევა რომ მართლა შეიძლება თქვას რომ რახანეს ყველაფერი ასე იცვლება მოდი ერთი მარტივი სიმყარე მაინც მოვნახოთ ცხოვრებაში მაგალითად არ ვიცი დავაბრუნოთ მეფე ხო ეს არ არის შემთხვევითი კორელაცია ადამიანებს რომელსაც ცნობიერებაში მყარი სტრუქტურები არ აქვთ თავისუფლად შეიძლება გაუჩნდეთ სთუნება რომ დაბრუნდნენ არქაულ სტრუქტურებთან საზოგადოებაში. ან შევიდეთ ახალ ბოდვით სისტემებში, როგორიც არის ასტროლინგვისტიკა ან რაღაც ასეთი. კატასტროფა სრულად გეთახმები, თუმცა ყველაზე ცუდი არის ეგეთ ასტროლინგვისტიკაში არის რომ ეს ადამიანი და გვარდამავიწყდა, მაგრამ რომელიც კითხულობდა ამ ტექსტებს, განსაკუთრებით ვეფხისტყაოსანზე იყო რაღაცეები და როგორ არ უნდა გიყვარდეს ვეფხისტყაოსანი, რომ იმის მაგივრად რომ გაანალიზო რას წერდა შოთა როსთაველი, ხო? ან სიუჟეტურად, ან თუნდაც ასტრონომიულად გაანალიზო. იღებ ასოებს მე აჯამებ ერთმანეთთან რაღაცა მოგონილი ციფრები და ამბობ რომ მნიშვნელობა ყოფილა ვეფხისტყაოსნის 333 ან კიდე 227. ეს არის მე მგონი კრიმინალური ანტიდეკონსტრუქცია. ხო და ეგ არის, აი ან წიგნის კითხვაც ახლა 5-6 იქნება თუ 100, მაინც ალბათ უნდა შეარჩიოს კომპეტენტურმა ადამიანმა შენს ბავშვობაში, რომ სააზროვნო პროცესის მაგივრად ბოდვით სისტემაში არ შეხვიდე რაღაცნაირად. თორე ხო ხედავ კი წაიკითხა და აი ეს გააკეთა. საქმეც ეგ არის, ხო? ახლა ინდივიდუალური გამონაკლისი ყოველთვის იქნება, მაგრამ მასობრივად სტრუქტურა ჩამოყალიბებისა ცნობიერების უნდა იყოს განსაზღვრული და აუცილებლად დიდ წიგნებს უნდა ეფუძნებოდეს. მე მესმის რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ესე არ არის, მაგრამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებსაც საფუძვლად საბოლოო ჯამში მაინც უდევს ეს ფილოსოფიური, ლიტერატურული, რელიგიური ტექსტები და ისინი
უნდა ისწავლებოდეს. წინააღმდეგობაში ყოველ შემთხვევაში საბუნების ხო, მეტყველება არანაირად. მეცნიერებაშიც მოგეხმარება ის კითხვა. სრულიად. სისხარტე გონების კი, ვარ გავიხსენოთ ის, რომ მე მგონი, სადღაც ჰაიზენბერგს აქვს ნათქვამი, რომ ელემენტარული ნაწილაკების აღმოჩენაში ის დამეხმარაო, რომ სკოლაში პლატონს რო ვკითხულობდი ბერძნულათო, იქ ნაწილაკები რო იყო, ამან მიმიყვანა მაგამზამდე. ხარ ჰუმანიტარული განათლება ყველაზე დიდ საბუნების მეტყველო მეცნიერების წარმომადგენლებსაც ძალიან ეხმარებოდა. მაგრამ ახლა რომ დაუბრუნოთ ისევ Moby Dick-ს. არის Moby Dick ის, რაც ამ სისტემის ნაწილი უნდა გახდეს ბავშვობაში. იმიტომ რომ მე იცი ჩემ გამოცდილებას გეტყვი უმეტესობა წიგნების ზოგი საერთოდ ცუდი, კარგი, ასეთ ადრეულ ასაკში წაკითხული, ყველა თავიდან წასაკითხი გამიხდა მე ჯერს ერთი, იმიტომ რომ ვერ ვიგებდე მე მიხეილ კვასილოვას და Moby Dick-ს ერთ და კალევალს, რაც იდო. ყველაფერს ერთი ენთუზიაზმით კითხულობდი და ეხლა ვთვლი რომ დრო დაკარგულია ის დრო. ჯობდა რამე საბავშვო წამეკითხა წესიერად. სწორედ ძალიან შეიცვალა დღევანდელი ბავშვების დამოკიდებულება კითხვის მიმართ. და განსხვავება ეს არის, რომ ჩვენ დროს გვაკითხებდნენ წიგნებს, ითვლებოდა რომ წაკითხა წიგნები, რომლებიც პრინციპში დასრულების იყო განკუთვნილი, უბრალოდ მე რაღაცას ამოშორდა. მე არ მაკითხებდი, მე თვითონ ვიღებდი. რა ცხოვრებაში არ ვთქვა ჩემთვის, რომ მიხეილ ასერგასის დღე წაიკითხეო, ეგ არ ვთქვა. მაგრამ ალბათ ვთქვამთ, რომ სერვანტესი წაიკითხეო, ალბათ ვთქვამთ, რომ დიკენსი წაიკითხეო. ეს სერვანტესი და დიკენსი არც ერთი არ იყო დაწერილი ბავშვებისთვის. მაგრამ ეს შეხვედრა ბავშვების ასაკში გაუგებარ წიგნებთან იყო ასევე ძალიან დიდი რესურსი, ხო? ეს სწორედ გაუგებრის შოკი, რომელიც მე შენ გაძლევდა мотиваციას, რომ გაგეგო სხვა რაღაცეები და მე დაბრუნებოდი. დღევანდელი ბავშვები ჩემი დაკვირვებით მოითხოვენ ზუსტად იმ ლიტერატურას, რომელიც მათი ცნობიერების დონისაც არის შესაბამისი და თუ არ მისცემ არ კითხულობენ რა. და ეს არის ჰარი პოტერის პოპულარობის ძირითადი მიზეზი. გასაკვირველია და ჰარი პოტერის გარდა უბრალოდ ჰარი პოტერი რაღაცნაირი ესეთი მასობრივი ფენომენი გახდა, თორე უამრავი სხვა წიგნია, რომელიც ბავშვებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია დღეს, ვიდრე ოდესმე იქნებოდა რაღაცა სერვანტესის წაკითხვა. უყვარ შენ შვილს წიგნები? აი ძალიან არჩევითად. უყვარს ის წიგნები, რომლებიც მაგალითად არის გოგონებზე, ახლა შეუყვარდა წიგნები, რომლებშიც არის სარკასტული ესეთი რა ქვია ტონი და დაცინვა და ასე შემდეგ, ხო, ცოტათი ესეთი არასერიოზული, მაგრამ რასაკვირველია, ეს არის მუდმივი ესე იგი დარწმუნების პედაგოგიკა, იმიტომ რომ ზუსტად ინფორმაციის ისეთი რაოდენობა აქვს მას ხელმისაწვდომი, ხო? იმდენ რაოდენობაზე მიუწვდება ხელი, რომ ძალიან რთულია დაარწმუნო, რომ რაღაც სხვა სფეროდანაც აიღოს ეს არა ინფორმაცია, არამედ გამოცდილება. და ეს არის ნამდვილად გამოწვევა. არ მე ვიცი რომ გამონაკლისები ყველა თაობაში არსებობს, მაგრამ მგონია რომ ზოგადი ესეთი ტენდენცია მაინც არის, რომ ნაკლები ყურადღება ტექსტის მიმართ. უბრალოდ ტექსტებს კითხულობენ, მაგრამ ძალიან მოკლე ტექსტებს, რაც სჭირდებათ ინფორმაციის მისაღებად, ისე რომ ვთქვათ, მაგრამ ის რაც ამ ინფორმაციას გარდაქმნიდა გამოცდილებად და ცოდნად არის ძალიან რთული. რაღაც მცირე ნამდვილი ევოლუცია ჯერ ვერ მოხდება ტვინის, მაგრამ აქეთკენ მიდის, რომ ჩვენი ტვინი პატარავდება ნელ-ნელა გადიდების მაგივრად. იმიტომ რომ მეხსიერებაც ახლა რამდენი ტელეფონის ნომრები და რეები არ ვიცოდით ხოლმე ბავშვობის. არ იყო და ის ძველი ტექსტებიც ახლა როგორ მოვიდა ჩვენთან ჰომეროსი და ყველაფერი, ხო? ახლა მაგ ხელა ტექსტებს ვეღარ ვიმახსოვრებთ. ასე რომ შეიძლება ჩვენი შვილებმა ესე აღარ იდარდონ. რაღაც სხვა მოიფიქრონ ტვინის გასავარჯიში. იცი არ მან განსხვავებაა ძალიან მნიშვნელოვანი mediums და ტექნოლოგიას შორის და უნარს შორის. პირველი არგუმენტი, რომელიც მოფიქრებული იქნა წერის წინააღმდეგ იყო პლატონთან, ხო, რომელიც ამბობდა, რომ წერის გამოგონება ჩვენ მეხსიერებას აზიარებს.
მთელი თანამედროვე ცივილიზაცია აგებული სწორედ ამაზე, ხო, რომ ჩვენ შეგვიძლია წერა არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ცივილიზაციის. მაგრამ გარანტირებული მეხსიერება განსხვავებით ზეპირ სიტყვიერებისგან. მაინც ეგ არის, რაც პლატონმა თქვა, ეგ მოიგონე, იმიტომ რომ არ დაგვიწყებოდა. და საქმეც ეგ არის, რომ ეხლა რაც დაბრუნება ახალი ზეპირ სიტყვიერების, რომ ყველაფერი შეიძლება უშუალოდ გაიგო და შესაბამისად არ დაგჭირდეს აი ამ წერის მედიუმის გავლა, ხო? ეს არის დიდი დანაკლისი, იმიტომ რომ ცნობიერებას ისე ვიმეორებ, ჭირდება რაღაც რაშიც ის განივრცობა და ისეთი წიგნები ჭირდება, მაგალითად როგორიც მობიდიკია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მობიდიკია, ხო? ისევ დემოკრატიის ამბავსო დაუბრუნდეთ, მობიდიკი არის ბრწყინვალე წიგნი დემოკრატიას და ტირანიას. ალბათ ეს დაუჯერებლად ბრწყინვალე წიგნია, იმიტომ რომ რას აღწერს რომანი აღწერს კომერციულ ექსპედიციას, კომერციულ პროექტს, სადაც ადამიანებმა ჩადეს ფული, ისინი წავიდნენ მოგზაურობაში იმისათვის, რომ ეშოვნათ ეს ვეშაპის ქონი და ეს არის რამდენიმე წით ადრე, ვიდრე აღმოაჩენენ ნავთობს. ნავთობის ეკონომიკა ამდენჯერ არ არსებობს. ამიტომ ნავთობის ფუნქცია იქ აქვს ვეშაპის ქონს. და სპერმაცეტის ხშირი ხსენება ნათურმ. ეს არის მთელი იდეა, ხო, ეს არის იმდროინდელი ეკონომიკის ერთ-ერთი ხერხემალი. ამიტომ ადამიანებმა ჩადეს ამაში ფული, ეს არის სრულად კაპიტალისტური მეწარმეობის შენ კარგი ნიმუში და რა ხდება ამ დროს? რაღაცა პერიოდის მერე გამოდის კაპიტანი და ამბობს, რომ ჩვენ ფული არ გვაინტერესებს, ჩვენს გვაინტერესებს არის, რომ მოვნახოთ ვეშაპი, რომელსაც მე ფეხი მომაჭამა და დავსაჯოთ ის. ეს არის აი ტირანიის დამყარების ბრწყინვალე მაგალითი, ხო? თან ტირანი ამავე დროს ბოლომდე ჯანმრთელი არ არის, ხო? იმიტომ რომ ყველასთვის ნათელია, რომ რომც მოკლას არაფერი ამით არ შეიცვლება, ხო? რომც მოკლას ის ვეშაპი რა შეიცვლება ამით. შურისძიება ახსრულდება. მაგრამ ვის წინააღმდეგ შურისძიება? ხო, აი რასებიც. მაგრამ მთელი იდეაც ეგ არის, რომ საოცარი სინატიფით და დაუჯერებელი წვდომით აქ აღწერილი მელვილს როგორ ახერხებს ის მთელ ამ ეკიპაჟის თავის პოზიციაზე გადაყვანას. პირველ რიგში როგორ მიაჭედებს იმ დუბლონს და ეტყვის, რომ ვინც პირველი დაინახავს ამ თეთრ ვეშაპს, ის მიიღებს ჯილდოთ, ხო და მე თვითონ დაინახავს და თვითონ დარჩება. გაგრძელებული იმით, რომ ბრწყინვალე რაღაცა ლამის დემონსტრაციაზე, რომ სიტყვას ამბობენ, ეგეთ სიტყვას ამბობს და არწმუნებს თავისი რიტორიკით, რომ აი ასეთ გიჟურ პროექტში უნდა ჩადონ თავიანთი ენერგია და ლამის სიცოცხლეც. თავიდან ცოტა რაციონალური მრჩეველი ჩვენი. და მესამე ეს არის რიტუალი, რომელსაც აკეთებინებს, ხო? და ამ რიტუალით გაერთიანებული ადამიანები შემდგომში ეს პროექტი ხდება ამ ადამიანების იდენტობა. მე სხვადასხვა სტუდენტებს ვაკითხებ ხოლმე ამ ნაწილს ფროიდის მასების ფსიქოლოგიის ტექსტს თან ერთად, იმიტომ რომ ძალიან ნათლად ჩანს პარალელი, როგორ ამყარებს ბელადი კონტროლს, როგორ იბადება ტირანი. და ეს ხდება ოღონდ გემზე, რომელიც მოგეხსენებათ, რომ მოყოლებული ძველი საბერძნეთიდან არის სიმბოლო სახელმწიფოსი და გემზე, რომელიც არის სავსე ეკიპაჟით სხვადასხვა ნაციონალობის, რასის და ასე შემდეგ, ხო? იქ არის ბუნებრივი დემოკრატია, სტიქიური დემოკრატია. რასაც აღწევს მელვილი, როგორ იღუპება პლურალობა და დემოკრატია ტირანიის გავლით და სხვადასხვა ჩემ მემარცხენე მეგობრებს ვთქვა, რომ კაპიტალიზმის გამო არა. კაპიტალიზმი ჩვეულებრივ წყნარად და მშვიდად აგრძელებდა თავის განვითარებას და უცებ ამას დააჯდება და ზემოდან ტირანია. აი, ძალიან საინტერესო ამბავი, ხო? ტირანია, ანუ ადამიანების ნების მოკვლა ერთის მიერ, ხო, რაც დაუჯერებელი ნების გამო რა. ნების გამო, სიგიჟის გამო, ხოშიც გარი მისი თანაშემწე, Starbucks. ხო, აი ეს თანაშემწე ცნობილი Starbucks-ი, ხო? ნუ ვითომ რომ შემოდის თუ ალბათ შემოდის. მაგიტო გვაკეთებთ მე მობიდიქს მეგობრებო რეკლამა შეგვიკვეთა Starbucks-მა. კი, მოკლედ ამ პერსონაჟის საპატივცემულოდ დაერქვა Starbucks მისი სახელი და ეს პერსონაჟი არის ესეთი მართლმორწმუნე ქრისტიანი, ზნეობრივი ადამიანი. რაც უნდა ყოფილიყო ცოტა საღი აზრის აპეწონე. საღი აზრის და მას აქვს შანსი ერთი თავი ესტორით დათმობილი ამას, რომ მოკლას.
აქაბი და ვერ გაბედავს და შეუშლის არა მარტო სიმხდალე მისი წესიარებას. ის ხვდება რომ აქაბი დაღუპავს თავის თავს, დაღუპავს მასას მთელ ეკიპაჟს, მაგრამ ვერ გადადის ამ თავის მორალურ თუ კანონიერ თუ როგორც არ უნდა იყოს აი ამ სხვას რომ გიჟილდერი მოკლას. წინაზეც მაგაზე გქონდა ზუსტად ნინიასთან პოდკასტი, რომ წესიერებას გუპავს ზოგჯერ, ამიტომ რა ბოროტების მოკავშირე ხდება სხვისი წესიერება. ვერ სჯის შენ ისე როგორც ის გსჯის. ტირანი. კი, არის ეს ნამდვილად და მაგრამ სხვადასხვა მელვილის გენიალობა იმაშიც სხვანაირი რომანი იქნებოდა. რომ მოეკლა სხვანაირი რომანი. ხოშუს გრძელდება, ძალმაგარი რომანი არსებობს მე-20 საუკუნეში უკვე კორმაკ მაკ-კარტის. აი, ვინც დაწერა, ეს არ არის მოხუცების ადგილი, ხო? და მისი მთავარი და ყველაზე საუკეთესო რომანი არის სისხლიანი მერიდიანი. და იქ არის გამოყვანილი მანიაკი მოსამართლე ჰოლდენი, რომელიც ასევე სადისტურად მოკლავს უამრავ ადამიანს, მათ შორის ბაუშს და მისი ბანდის წევრია ერთი, რომ რევოლვერი უნდა ამოყოს და ახალოს და ზუსტად გაიელოებს სტარბაკის ალუზიაც. იმიტომ რომ რასაკვირველია ეს მაკ-კარტი ასევე მაკ-კარტისაც მე მგონი მელვილიდან. მაკ-კარტისაც მე მგონი ზუსტად მეტი აღიარება ელოდება კიდევ დრო რო გავა. აი ნიშნულობით ალბათ ის არის 21 საუკუნეში იქნება, რაც მელვილი მე-20-ისთვის გახდა მე-19-ში რო ვერ დააფასეს, არა? არ ვფიქრობ. მეც გავბედავდი ვიტყოდ, რომ ფოლკნერის მერი ალბათ ორი ყველაზე დიდი მწერალი არსებობს ამერიკაში, ეს არის პინჩონი და ეს არის მაკ-კარტი. ერთ მნიშვნელოვნად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ამაზე დიდი მწერლები ამერიკას მე მგონი არ ყავს და მართლა ძალიან საინტერესო და ძალიან ღრმა მწერლები სხვადასხვანაირად ორივე. ერთი უფრო ურბანული და მეორე უფრო რურალური, ასე ვთქვათ, მაგრამ ხო. და ვართ გემზე ტირანის, მაგრამ ეს არის ერთი შრე. არის კიდევ უფრო ფუნდამენტური შრე ამ რომანის, დავარქოთ ამას მეტაფიზიკური თუ ეპისტემოლოგიური თუ როგორც არ უნდა იყოს. არის ერთი სრულიად ბრწყინვალე თავი, სადაც სხვადასხვა პერსონაჟი ამ რომანის მიდის ამ მიჭედებულ დუბლონთან და უყურებს. და მელვილი სრულიად გამიზნულად გვაჩვენებს თითოეული პერსონაჟი როგორ აღიქვამს სრულიად განსხვავებულად ერთსა და იმავე საკანს. მაგალითად, აქაბი უყურებს ამ დუბლონს, სადაც არის წარწერები და ნახატები და ხედავს თავის თავს, იმიტომ რომ ეგოტისტია და ეგოისტია და მარტო თავის თავს უყურებს. სტარბაკი ხედავს სამ მთას დახატავს ამ დუბლონზე და ამბობს რომ ეს სამებაა და ქრისტიანული ღმერთია. მე კიდე ერთი თანაშემწე მიდის და ანგარიშობს რამდენი სიგარა მოუვიდოდა ამ დუბლონის გაყიდვით და თან მათემატიკაც სულად იცის და არასწორად ანგარიშობს. და არის ბოლოს სრულიად გენიალური ადგილი, როცა მიდის პატარა ზანგი ბიჭი, რომელსაც ქვია პიპი. და ეს პატარა ზანგი ბიჭი არის მანამდე დიდი ტრაუმულ სიტუაციას ასე ვთქვათ მომსწრე. საქმე ის არის, რომ გადავარდა ოკეანეში, გემა მიატოვა და რომ დაბრუნდა გემი, რომ აეყვანა, შიშისაგან გაგიჟებულია. და გაგიჟებული რას ნიშნავს? ახლა მელვილი გვანახებს. ეს პიპი უყურებს ამ დუბლონს და ვერ ხედავს ვერაფერს. რას ხედავს? ის იწყებს ზმნის უღლებას. შენ უმზერ, მე უმზერ, შენ უმზერ, ის უმზერ, ჩვენ უმზერ და ასე შემდეგ. ანუ რას ხედავს პიპი? იმის გამო რომ ის გაგიჟდა და მას ეგო აღარ აქვს, ის უყურებს სხვა ადამიანებს, რომლებიც უყურებენ დუბლონს, მაგრამ თვითონ მას აღარაფერი დასანახი არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დასაფიქსირებელ, რაც ქვია ნიჰილიზმი. ანუ იმისი გაცნობიერება, რომ სამყაროს შინაგანი საზრისი აღარ აქვს, ეს საზრისი ჩვენ შეგვაქვს და თუ ვერ შეგვაქვს, არც არაფერი იქიდან არ რჩება. ხო, ეს რამდენიმე თავში მეორდება, მაგალითად არის აი ეს სრულიად გიჟური თავი ვეშაპის სითეთრის შესახებ, სადაც მელვილი გვაჩვენებს რამდენი ასოციაცია შეიძლება კონდეს
თეთრი ფერის თაობას. როგორი საშიში შეიძლება იყოს თეთრი? რომ ერთსა და იმოვიდოს თეთრი არის ამაღლებული, ხო, მაგრამ ანგელოზი თეთრია, მაგრამ ასევე ყველა საში მაგალითად თეთრი დათვებიან, თეთრი ვეშაპი, ხო? არ ვიცი, მე ამის გავლენა თუ რა, მე ვფიქრობდი, რომ შავი ვეშაპის უფრო არ შემეშინდებოდა, თეთრის უფრო ეს ტექსტის გავლენა. არა, თეთრის გავლენა შემდგომში, არა, სწორედ ამ გრძნობას, ამ ინსტიტუტ გრძნობაზე აკეთებს კაპიტალიზაციას, ხო? მელვილი როცა ამას წერს. მაგრამ თავარი ამბავი რა არის, რომ დასკვნა არის, რომ ეს სითეთრე სინამდვილეში ფერი არ არის. და ჩვენ თეთრის ასე გვეშინია, იმიტომ რომ ის გვაჩვენებს, რომ სინამდვილეში არც არაფერი არ არის თავისთავად სამყაროში, თუ ჩვენ მასში რაღაც არ შევიტანეთ. ხო? და ეს არის რასაკვირველია უზარმაზარი გამოწვევა აქაბისთვის, იმიტომ რომ აქაბი რას ცდილობს? აქაბი ცდილობს, რომ ეს სამყარო მაინც ერთ პრინციპზე დაიყვანოს, ოღონდ ნეგატიურად. ის ცდილობს, რომ სამყაროს აუჯანყდეს და ამ აჯანყებისას და ვეშაპის განგმირვისას აჩვენოს, რომ კი ამ სამყაროს აზრი ქონია. ფანტასტიკური მაგალითია კიდე ერთი, სხვა გემს რო შეხვდება აქაბის გემი და იმ გემზე ადის აქაბი და აღმოაჩენს, რომ იქ არის კაპიტანი, რომელსაც ხელი აქვს დაკარგული. მობიდიკმა მოაჭამა. და ესე უბნება, რომ მოდი ახლა ერთად დავიწყოთ, გავაგრძელოთ ამ ვეშაპის დევნა. და ის ამბობს, არა კაცო, ერთხელ შევხვდი მეყო, რასაკვირველი არ გავაგრძელებ და კიდე ძალიან კარგად ნაჩვენებით მეგობარი ექიმი ყავს და როგორ ლანზღადდარობენ ერთმანეთთან და ძალიან შეხუმრებულები არიან და ასწინიან ერთმანეთს და მოკლედ ამ ადამიანმა გამოსავალი ამ ტრამვული გამოცდილებიდან მონახა სოციალიზაციაში, ხო? მეგობარი ყავს და გადაწყვიტა, რომ ეს ტრამვა აღარ გაიმეოროს. ამის საპირისპიროდ აქაბი არის ის, ვინც ატანილი ამ ობსესიით და ეს ობსესია ოღონდ მისი პირადი კი არ არის, უკვე გახდა მეტაფიზიკური ობსესია, რომ მან უბრალოდ ის კი არ უნდა დასაჯოს, ვინც მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა, არამედ ამ სასჯელist უნდა აზრი მოუნახოს სამყაროს. და სისტემიზირებულია თან მთელი გემი ჩართულია მის ობსესიაში. შექმნა ეს სისტემა, რომელმაც მისი შურისძიება უნდა განახორციელოს. ან ტირანია, ერთი ადამიანის ობსესია გავრცობილი მთელ სახელმწიფოზე ან ადგილზე რა. კი, სრულიად ასეა და ერთ-ერთი ალბათ უცნაურობა ეს ტექსტის, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა ამერიკული პოლიტიკა კრიზისშია, ხო მაგალითად ტრამპილად ვაერჩიეს, იმ წუთშივე იწყება სტატიების დოშტა, რომ აი მელვილმა ეს წინასწარმეტყველა და ასე შემდეგ. მელვილმა რა წინასწარმეტყველა სამდვილეში არის, რასაკვირველია სამოქალაქო ომი ამერიკაში. იმიტომ რომ ის როგორც ჩანს გრძნობდა, რომ რაღაცა მოხდებოდა. შეიძლება ტირანია არ იყო ეს პრობლემა, მაგრამ დღემდე ეს სურათი, ხო, ნაჩვენები, როგორ ემორჩილებენ ადამიანები, სრულიად შემთხვევით არის, ხო, რატო ემორჩილებიან, ხო? ერთ-ერთი სერიოზული თემა, ხო, შუის პოლიტიკის ფილოსოფიაში ეგ არის, რომ რატო ემორჩილება უმრავლესობა ერთს? ჩემი აზრით მე არ პოლიტიკის ფილოსოფია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი პირადი ძალიან მწირი დაკვირვებით არჩევანის გაკეთების შეუძლებლობა არის. ეს ეზარებათ არჩევანის გაკეთება და ორი ვიღაცამ გადაწყვიტოს ერთმა ჩემს მაგივრად. იმიტომ რომ მე შემიმჩნევი, როცა რაც უფრო უზდია ადამიანებს არჩევანის რაოდენობას, უფრო მეტ დისკომფორტს ნობენ და ზუსტად კიდევ ერთხელ ამიტომ არის წიგნების კითხვა კარგი, რომ გეხმარება დიდი არჩევანმა, რომ არ დაგსტრესოს. კი ბატონო. კი. არ არის ალბათ სწორი ეს, მაგრამ არა, მე ვიღაცამ გადაწყვიტოს რა ჩემს მაგივრად. პასუხისმგებლობაც იმანა იყოს და ყველაფერი მან გააკეთოს. სხვა ახსნა მე არ მაქვს. მესმის არის ეს პარადოქსი, რომ ადამიანებს გარდა იმისა, რომ ემორჩილებიან, ხოლმე ხანდახან უნდათ ხოლმე კიდევაც, რომ თითქოს დამორჩილებულები იყვნენ. ეს სურვილიც არის მათში ხანდახან. არა ყოველთვის. ანუ ესე მოწყობილი, როგორც ჩანს, რაღაც ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა ესე მოწყობილი, რომ მას შეუძლია თავის თავში ის ინსტანცია, რომელიც არის პასუხისმგებელი იდეალებზე და თვითკრიტიკაზე, ჩაანაცვლოს ადამიანით. და მაშინ დაღუპულია. და ეს აღწერა ზუსტად ფსიქოანალიზის გაჩვენამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე ასევე მელვილმა, რომ ადამიანები, რომლებიც
ვერაფერს ხვას ვერ აკეთებენ გარდა იმისა, რომ დაიმორჩილონ რასაკვირველია გემი კიდე ცალკე ეკოსისტემაა, ხო? იქ კაპიტანს მართლაც უზარმაზარი გავლენა და უზარმაზარი ძალაუფლება აქვს. გასაგებია რატომაც. მაგრამ ეს ადამიანები ხვდებიან, რომ რაღაცაში არიან ჩართული, რაც არავის ინტერესში არ არის. მათი მისია სულად განსხვავებულია და მაინც ისინი ემორჩილებიან. გარდა ამ სიტუაციისა, სხვათა შორის, რომანში ასევე ნაჩვენებია, რომ მაინც და მაინც მიმზიდველი ალტერნატივაც არ აქვს ამის. იმიტომ რომ ვინ არის აკაბის კონტრაჰენტი, ხო? ვის უპირისპირდება აკაბი? ჩვენ ნახეთ, ხო, ვიღაცები, მაგალითად, აკაბი არის ეგოცენტრიკოსი და პიპი არის, ვისაც საერთოდ არანაირი ეგო არ აქვს. ან და აკაბი არის ის, ვინც აი ატანილი ამ ობსესიით და ის მეორე კაპიტანი, რომელმაც დაივიწყა ყველაფერი და გაგონებაც კი არ უნდა ვეშაპის, ხო? მაგრამ არის კიდე ერთი ძალიან დიდი კონტრასტი. ეს არის აკაბი და ეს არის ისმაილი. ქართულად, ხო? აქ სხვადასხვა მინდა ერთი პატარა რაღაც თქვა, პირველი წინადადება ამ რომანის ძალიან ცნობილია, იმით რომ იწყებს ძალიან არასტანდარტული თამაშით, ხო? იმის მაგივრად, რომ პერსონაჟმა თქვას, რომ მე ისმაილი მქვია, ხო? ინგლისურ ორიგინალში არის call me Ishmael. და სამწუხაროდ ეს ქართულ თარგმანში არ არის გადმოცემული. რაც არის მე მგონი შეცდომა. რაც არის დასაკურად დიდი შეცდომა. იმიტომ რომ დამიძახე და მქვია ორი სხვადასხვა. სულ სხვადასხვა რაღაცებია, იმიტომ რომ პირველი არის მქვია არის ჩვეულებრივი რეალისტური პროზის გაგრძელება, მაგრამ დამიძახე ეს არის უკვე წინასწარ განჭვრეტა, იმისა და ძალიან ბევრს ლაპარაკობ ამ წინასწარ განჭვრეტაზე, უკვე ყველაფერი განიჭვრეტა წინასწარ. მაგრამ ნუ რას ვიზამთ? რა მაგონდება ეს ყველაზე ახლოს ამასთან კამერო ამბობს, რომ დღეს დედა მოკვდა. ან შეიძლება გუშინ, ანუ რაზე აბრეკე. პერსონაჟი იწყებს მოყოლას, ოღონდ არ იცის რა მოხდა მართლა. ანუ აი ეს ცოდნა არ არის გარანტია ამბისა, რომელსაც ყვება. ზუსტ იგივეა მელვილთან, ხო? დამიძახე ნიშნავს, რომ შეიძლება არც ქვია იმას ისმაილი. აბა ზღაპარიც ხო ეგრე იწყება. გეუბნები არაც რეალისტური და იმიტომ ზღაპარიც სწორედ არა რეალისტური თხრობის ძალიან კარგი მაგრამ მათ ყველაზე დასამახსოვრებელ დასაწყისში შედის ერთმნიშვნელოვნად მე დასასრულის ძალიან მომწონს ბოლო წინადადებაც უბრალოდ ესე არ მინდა რომ უსამართლო ვიყო ეს არის კარგი თარგმანი ქართული ორი ძალიან კარგი პოეტის მიერ გაკეთებული გივი გეგეჭკორის და ტარიელ ჭანტურიასი რასაკვირველია მათ თარგმნის რუსულიდან მაგრამ რუსულში როგორ არის? ზავიცე, ხო? ალბათ ეხლა. მაინც დამიძახეთ არის. კი, ალბათ დამიძახეთ იქნება, მაგრამ ეს არის ისე გაკეთებული თარგმანი, მთელი თავისი ლიტერატურული ხაოვიანობით, ხო? აი ეს უზარმაზარი მეტაფორული რესურსებით, რომელიც ამ ტექსტს აქვს და რომელიც გადმოტანილია ქართულად და ამიტომაც ეს თარგმანი მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალიდან არ არის შესრულებული ჯობს ბევრ ორიგინალის ინდესტრიულ თარგმანს დღეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ მართლა თარგმანებში რაც შეეხება რაოდენობაში ძალიან კარგად ხავართ, მაგრამ ყოველთვის ხარისხში ეგეთივე ესეთი სისტრაფით ვერ ვეწევით ხოლმე, ხო? ეგ მომენტი არის, მაგრამ ეს თარგმანი არის კარგი თარგმანი საბოლოო ჯამში. მიუხედავად ეგეთი შეცდომებისა, ყველას მაინც ურჩევდი, რომ ძველი თარგმანი 50 წლებში გაკეთებული თუ არ ვცდები, 60-იანებში, მაგრამ დღემდე რჩება ქართული ენის ასევე ძალიან სერიოზულ დოკუმენტად და კითხვა ამისი ნამდვილად ღირს ქართულად. რამდენი სიტყვა ექნებოდათ მოსაძებნი ბარჯა, ეს ზღვის ჩვენ ხო არ გვაქვს ბევრი ეს ზღვის სიტყვები. ეს ტექნიკური ლექსიკონი რასაკვირველია დიდი გამოწვევა და ასევე ნებისმიერ ჰუმანიტარული გამოწვევა. მაინც ის არის კონცეპტუალური. კი, ეს არის ნამდვილად შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენ პირველივე წინადადებიდან ვერ ხვდებით, რომ საქმე გვაქვს არასტანდარტულ წიგნთან. თუმცა ამ წიგნს იმდენი დასაწყისი აქვს, ხო? მაგალითად, ხო უზარმაზარი რაოდენობა ციტატების, რომლებიც არის აღებული ტოტალურად განსხვავებული კულტურებიდან, ენებიდან, ჟანრებიდან და სადაც ნახსენებია ვეშაპი. და ეს ფრაგმენტების ეს ერთობლიობა მიგვითითებს იმაზე, რომ შეუძლებელია ერთი ცოდნის ქვეშ ყველაფერს მოქცევა.
ისევე როგორც მე იქ დასაწყისში ეტიმოლოგიებია ხო და სხვადასხვა ენაზე ვეშაპი როგორ გამოითქმის და ესეც მიუთითებს აი ამ პლურალობაზე რომ ბევრი რაღაცა ცოდნაში, რასაც ერთი სისტემის ძალიან სასიამოვნო საკითხავი ეგ ნაწილები. მე მაგათად არ ვეთანხმები ხოლმე ვინმეს, რომ აი თუნდაც ის რომ ვეშაპებზე მე რაღაცები მეტი გაირკვა, აი ეს არის ძალიან სასიამოვნო შემეცნებითი ნაწილი ამ წიგნის. აი რომელ ენაზე რა ქვია, სად მოიხსენიებოდა თითქოს რაღაც ერთ ადგილზე იღებ ბევრ ინფორმაციას, რომელიც შენ ეს სიტყვა დღეს დემონიზებული ქონა მაგრამ სამწუხაროდ მაგრამ რითაც მინდა აუცილებლად ასე ვთქვათ გავაგრძელო არის რომ ეს ფრაგმენტულობა და სიმრავლე არის გამოხატული ისმაილის პერსონაჟში მელვილთან მელვილთან ისმაილი არის რაღაც აზრით ანტიაკაბი ორივე სხვადასხვა ბიბლიური სახელია ხო ბიბლიაში აკაბი არის ცუდი მეფე რომლის სიკვდილის მერეც მისი სისხლი ძაღლებმა ალოკეს და მეორე მხრივ ისმაელი არის მოხეტიალე ხო რომელიც თავისი ერთი სამშობლო არ აქვს და ამიტომაც არის ძალიან კარგი მეზღვაური სწორედ იმიტომ რომ ერთ ადგილზე ვერ ჩნდება მაგრამ ისმაელი ასევე არის ძალიან ურაზროვანი მაგალითი იმისა, რა შეიძლება უპირისპირდებოდეს აქავს. იმიტომ რომ საინტერესო პერსონაჟია, განსხვავებით აქაბისაგან, რომელიც თავის თავს უწოდებს მონომანიაკს. ისმაელი არის დაბადებითი პლურალისტი. ყველაფერს შეიძლება შეეგუოს. ფანტასტიკური ძალიან კარგია სიახლის გადალახვის ისიც, აი როგორ ქვიქეკთან დაახლოების. როგორი მან ხო ძალიან მაგარი ამბავია რომ კვირას მიდის წირვაზე მოусმენს პასტორს ხო ბევრი საინტერესო რაღაც აღმოაჩენს მერე წავა და ქვიქეთთან ჩაატარებს ამ წარმართულ რიტუალს არანაირად არ გრძნობს კონფლიქტს უბრალოდ გრძნობს კონფლიქტს მაგრამ მიუხედავად ამისა მას შეუძლია ნებისმიერ ატმოსფერულ კონტექსტში შევიდეს და გამოვიდეს იმიტომ რომ ღია და დაბადებით პლურალისტია განსხვავებით აქაბისგან რომელიც ზუსტად იცის ტენდენციების ასახვაც ხო არის ეს ერთი დიდი ღმერთის აღიარების მე მგონია რომ პირიქით მე მგონია რომ სინამდვილეში ზუსტად ამ დროს ხდება იმისი გაცნობიერება რომ რელიგიური ტრადიციების სიმრავლე ვეღარ დაიყვანება ერთზე და მელვილიც ამას შეეჯახა თვითონ ხო ნახა ხო წარმართებთან ერთად იცხოვრა და საბოლოო ჯამში რაც ხდება რომ ეს ტრადიციები არსებობს როგორც პლურალური რასაკვირველია შეიძლება გონებით ბევრი იფიქრო იმაზე ნამდვილი ღმერთი როგორია გულგრილია თუ არა თუ გადამტერებულია თუ არა ხო ეს ცალკე ამბავია ხო და ეს ყველა ღმერთს გაუმარჯოს რა ვიცი ხო ის არის საბოლოო ჯამში მოკლედ ურაზროვანია მოდი ასე ვთქვა და არ არის შემთხვევითი რომ მაინც და მაინც ისმაილი გადარჩება ხო აი ეს იყო ჩემი შემდეგი კითხვა რატომ გადარჩა ისმაილი მოდი შევხედოთ როგორ გადარჩა ხო ხო ულამაზესი სცენა კუბო როგორც გადამრჩენელი ეს კუბო იყო გაკეთებული ოღონდ ქვიქვეგისთვის ხო და ამ კუბოზე ქვიქვეგმა ამოტვიფრა სვირინგების გამეორება, რაც მას ტანზე ჰქონდა. ანუ სინამდვილეში ქვიქვეგი, რომელიც არის პოლითეისტი, წარმართი, თავის სიმბოლოებს გადაიტანს კუბოში, თუ კუბოზე და ამ კუბოში ჩაწოლით გადარჩება ისმაილი, როგორც ერთადერთი პერსონაჟი. აი ეს ალბათ და აქაც ხო ეს გემსაც რო რახილი ქვია. ხო, რახილი ქვია, რასაკვირველია რომ ესე ვთქვა ხო. ხო, თავისი შვილის ძებნაში სინამდვილეში სხვისი შვილის თუ მონახავს. მაგრამ ურაზროვანი დააბოლოება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ ის ვინც ყველაფერს შეეგუა. და საბოლოო ჯამში არაფერს არ გაუწესრიგა ამდგომა ისმაილმა არაფერს არ გაუწესრიგა ამდგომა ვასტირანეს არ გაუწესრიგა ამდგომა ხო ის ჩვეულებრივად მიყვებოდა დინებას როგორც მიყვებოდა რაღაცნაირად მისი პლურალიზმი უბრალოდ პლურალიზმი კი არა მეტაპლურალიზმიც არის იმიტომ რომ მაღალ ადაპტატიურობაც ხო არ არის ხო ანუ ეგეც არის მაგრამ ის გარედან უყურებს ამას ყველაფერს რა წარმართი კი არ არის ქრისტიანობის წინააღმდეგ ის არის ქრისტიანობის და წარმართობის კიდე მიღმა
და ტაძარშიც კარგაზრდობს თავს და იმ წარმართულ კუბოშიც. ხო? და აი ეს უსასრულო უნარი, რომ შეიცვალოს, გაიხსნას მას შეგვიძლია ამას კონფორმიზმი დავარქვა? ხო, ეგ არ ვიცი კონფორმიზმი არის თუ არა, მან რა პრობლემაა ნახე. ის არ არის მიმზიდველი პერსონაჟი. არანაირად. თავიდან რო იწყება, მისი ტონი არის რასაკვირველია, საინტერესო და ასეთი მომხიბვლელი. მე შუაში საერთოდ აღარც ჩანს. ის ცნობიერება ჩანს, ხო? რაღაცნაირად მის ცნობიერებაში ვარ სავარაუდოდ. მაგრამ როგორც ასეთი გამოკვეთილი პერსონაჟი, ის არის აკაბია, ტრაგიკული პერსონაჟი აკაბია, ეს მონომანიაკი. და ისმაილი იყო გადარჩება, მაგრამ რა ვიცი, ალბათ აქვს მის ცხოვრებასაზე, არ ვიცი. უბრალოდ არასაინტერესოა. ირონიულად მოიხსენიებ მაინც. აუცილებელია რომ მას ყავდეს ვიღაცა ვიზეც მოყვებოდა. ხო, მაგრამ აი, ჩემი საყვარელი ბიოლოგია იცი რას ამბობს, რომ არ ყოფილიყო მეტი ისმაელი და ყველა აკაბი ყოფილიყო, არ გადარჩებოდა კაცობრიობა, იმიტომ რომ კონფორმიზმის რაღაც დოზა გჭირდება, რომ შეეგუო სიახლეს, მრავალფეროვნებას, რაღაც დაივიწყო, სულ ტრაუმატიზაციაში არ იყო, ორგანიზმი გჭირდება, ასე ვთქვა. თორე რა ვიცი, მოკლავდა აგერ რაღაც პირველივე ახალი საჭმელი ვიღაცას და ანუ აი ის ხალხიო, მოკლედ, ვინც იყო აკაბი, უკვე დაიხოცა ის გენიო. ეხლა არის გენი, რომელიც მეტნაკლებად კონფორმისტი იყო. ნოღონდ მანდაც დოზებია რა ზოგჯერ ჩემი აზრით ეხა ჩვენ რეალობასთან პარალელურად ზოგჯერ კონფორმიზმი გყუპავს ზუსტად ეგონია გადარჩენა და ამ დროს ეს არის რაც ბოლოს გიღებს მაგალითად კონფორმისტები რო არ ყოფილიყვნენ ის ადამიანები გემზე ალბათაც მოკვდებოდნენ ხო მაგას ვამბობ კი ამიტომაც ეს ლიტერატურა ხო არასდროს არ იძლევა პასუხებს ეს არის სიგიჟე რომ ადამიანმა სცადოს რომ რომანის დასკვნების მიხედვით ცხოვრებაში დასკვნები გაიგოს to-do list-ი თავარი ლიტერატურას აკეთებს ეს არის რომ ის შენ გაძლევს სიტუაციებს და გაძლევს საშუალებებს რომ შეკითხვა დასვა და შეკითხვა მართლა არსებობს რა ჯობია აკაბის ცხოვრების ფორმა თუ ისმაილის ცხოვრების ფორმა ხო და ნუ რა ვიცი, ესე თქვა, გადასაწყვეტია ყველასი ინდივიდუალურად. ხო, თუ გავითვალისწინებთ თან რომ ნუ აკაბის ნონკონფორმიზმი კიდე სხვა რაღაც არ არის დაფუძნებული ჯანსაღ იდეალებზე და ამიტომაც იღუპება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ რაღაცნაირი გიჟები ახდენდნენ დიდ ცვლილებებს სამყაროში, ხო, შეიძლება ითქვას რომ მათ მოგვიტანეს აი ეს ნონკონფორმიზმითაც მოგვიტანეს პროგრესი. ხო, ეს რთული საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტი მეცნიერება თუ შეიძლება ბიოლოგიას უწოდოთ, მაინც ამბობს, რომ ადაპტაციაც უნარი თუ არ გაქვს, ადაპტაცია თუ არ შეგიძლია ახალ რეალობასთან, ნუ სავარაუდოდ შენი გენი დაიღუპება. ქართველების ისიც იქ არ ეწერა, მაგრამ მე ესე ავხსენი, რომ აი ეს მცირე რიცხვანი ერის გადარჩენის აი ხა მე სტრივილავ რაღაცას ვამბობ ბერჯერ ვთქვამთ, მაგრამ არის აი ეს რაღაცნაირად მოერგო ახალ გამოწვევებს, სწრაფად გაიარო ადაპტაცია. არ ვიცი. მე 20 საუკუნეში და ერთ რაღაცას გავიხსენებ და რაც არ უნდა უცნაური იყოს. ყველაზე დიდი ამერიკული ფილმიც მოქალაქე კეინიც არის სინამდვილეში ეგეთ ფენომენზე რომელიც აი რაღაცა უფრო დიდია ვიდრე ცხოვრება ხო როგორც ინგლისურად ამბობენ ხო larger than life ხო თათ ვეშაპი არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცნაირი ესეთია მდიდარი და გავლენიანი ადამიანია და სხვადასხვა პერსპექტივიდან ცდილობდნენ მის მოხელთებას და არ გამოსდით ის რომ მე ორსონ ველსმა სხვათა შორის მობი დიკის ეკრანიზაციაში ითამაშა მამა მეიფლის როლი ეს უკვე დამატებითი ირონია ისტორიის პირდაპირ კავშირში არ ვიცი გავლენა და თვითონ ორსონ ველსი ძალიან ახალგაზრდა იყო მელვილივით ხო სრულიად დაუჯერებელი კიდევ უფრო ახალგაზრდა იყო ვიდრე მელვილი სრულიად დაუჯერებელია მაგრამ ეს ორი რომანი რომანი და ფილმი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები რაც ამერიკულ კულტურას მოუწია რაღაცა სტრუქტურულ პარალელს გვაძლევს ერთმანეთთან გადარჩენის კუთხით ხო ალბათ მაინც უმრავლესობა გადარჩება სხვადასხვა ესეთი კონფორმისტული სტრატეგიების ცხოვრებაში გატარებით მაგრამ როგორც წინააღმდეგობა ჯანკი ისევე ტირანია ხო რაღაცა ერთი ტიპის ადამიანების ხელშია როგორც ჩანს ხო
აქაბი ერთსა და იმავე დროს ტირანია და აჯანყებულია. ხო, აჯანყებული ტირანია. საბოლოო ჯამში მასში ხედავთ ყველაზე თავის დროზე აჯანყებული იყო. კი ბატონო. იგივე ბოლო ცხონებული აიათოლას წინა აიათოლა, რომელიც გაქცეული იყო, აჯანყებული და მერე დაბრუნდა და გახდა ტირანი და ბევრს აქვს ასეთი ბიოგრაფია, ხო? კი, ნამდვილად ასეა და მელვილის დიდი დამსახურებაა, რომ ის გვაგრძნობინებს ამას მთელი თავისი სიღრმით და ესე ვთქვათ, მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ანუ ეს ადამიანი ჩვენთვის ვლინდება მთელ მის ტრაგიკულობაშიც, ხო? ჩვენ მას თანაუგრძნობთ რაღაცა აზრით, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ მას როგორც ადამიანს, რომელიც გაწამებულია არა უბრალოდ მეტაფიზიკური საკითხებით, არამედ იმით თუ როგორ გადაატყდა ეს მეტაფიზიკა მის ცხოვრებაში პირადად. და ეს აქაბის ეს ჯანყის და ტირანიაც რჩება როგორც ალბათ მიუწვდომელი მოდელი მომავალი თაობებისთვის. გიგა ძალიან დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის იყო ზესაინტერესო, არ ვაჭარბებ და აგერ ჩვენი მაყურებელიც ნახავს, რომ არ ვაჭარბებ. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და მე იმედი მაქვს, არ ვკარგავ, არაფერში ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ აი ასეთ რაღაცებში ვარ დღეს საღამოს ჩვენი გადაცემის ნახვის მერე ამ წიგნს გადმოიღებს თაროდან ძალიან ბევრი ადამიანი, წერენ ხოლმე ამის შესახებ, რომ ტექსტებთან მიბრუნება არის სხვათა შორის ამ დროში ჩემთვის და ალბათ ბევრისთვისაც კიდევ არის ესკაპიზმის ფორმა, რომ გადაეშვა სხვა სირთულეში და არა ცხოვრებისეულ სირთულეში დარჩე. ჯობია იყო წიგნის სამყაროს სირთულეში და იმ ზღვაში აი მართლა შეიძლება რყევა დაგაწყებინოს კითხვის დროს იმდენი ხანი ხარ წყალში, მაგრამ ღირს თუ შეიძლება ბოლოს ვიტყვი ერთ რამეს, რომ წიგნები ასევე ამზადებს შენ სულში იმ სივრცეს, რომელიც მართლა განსაცდელი ჟამს შეგიძლია გამოიყენო როგორც რესურსი, ხო? იმისათვის, რომ შენ გქონდეს სწორი სიტყვები კატასტროფის წინაშე, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მაგალითად შექსპირის მეფელერს წაიკითხავ, ან მობი დიქს, რომელიც მეფელერის რიტორიკას აგრძელებს, ხო? ეს უნარი, რომ გარდაქმნა შენი ნედლი ემოციები სიტყვაში და ფორმაში, მხოლოდ და მხოლოდ დიდი ლიტერატურისგან მოდის. დიდი ლიტერატურა ასევე გვასწავლის, რომ რაღაცები აღარ გვიკვირს მერე, იმიტომ რომ ეს გამოცდილებებიც გავლილოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კითხვა არის უკეთესი, ვიდრე არ კითხვა ესეთი ბანალური წინადადები უნდა დავასრულო. მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს და დიდი მადლობა გიგას, რომ არ დაიზარა საყვარელ ტექსტზე ჩემთან ლაპარაკი. მე გემშვიდობებით მომავალ წიგნამდე. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინძელ დღეს ქმნის.